მიგედე კარები ნე ისე იგი რა ხდება საიტი არის ესეთი music hero ინტელექტია ხელოვნური აქედან ვისკო მუსიკის გაკეთებას ზოგჯერ ვაკეთებ ტექსტით ზოგჯერ ვაკეთებ ინსტრუმენტალ ვერსიას ანუ ჩვეულებრივ უტექსტოს ანუ ზოგჯერ გამოდის ზოგჯერ არ გამოდის ამჟამად ეხლა დავიწყებ მუსიკის შედგენას ვახოთ რა გამოა მუსიკას როცა უსმენ მათ ტექსტი კარგად მოდის ბევრი მუზა მოდის თავში და უფრო ადვილად იწერება ტექსტი აქ წერ რაც გინდა ანუ რა ჟანრი გინდა ამ შემთხვევაში მეტალი ჰარდკორი მამაკაცის ხმა ელექტრო გიტარა და ბას თავისი დრამით ამ ეტაპზე ეხლა ვნახოთ რა გამომივიდა ეს ტექსტი ჩემი დაწერილია და გადამუშავებულია, შესწორებულია ჩემი. ეხლა მეორე ვერსია, იგივე ტექსტით, იგივე სახელწოდებით კოტე ბასისტი, ვნახოთ ეს რა გამოვიდა. აქ სტილი იგივეა. ტექსტი ცოტა სხვანაირი. ტექსტი იგივეა, ოღონდ შესრულება ვოკალი ცოტა სხვანაირი. მე ვარ ნოდარი, მეცახელად ტყვია შემარქვეს მეგობრებმა. ადვილადაც ამახსოვრებელი იყო და იმით. ჩემი მუსიკაზე შეეხება დაიწყო რადიო სადგურ ჭვანეთაღი და როდესაც იქ გავედი სამუშაოდ, ეს იყო 1996 წელი. და იქიდან დღემდე მოყოლებული მუსიკა უკვე ჩემი ერთგული მეგზურია. ვაკეთებ Fruity Loops-ში აგეთი კომპიუტერული პროგრამა Fruity Loops-ი, ანუ FL Studio. და FL Studio-ში ვაკეთებ ჯაზ მუსიკას, კლუბური იქნება, ჰაუსი, ტრანსი, ძიმე მუსიკა, ბლუზი, რაც გამომდის, რაც ვიცი კარგად. ანუ ეს ვანაცვლებ იმას, რომ მე თვითო ვერ უკრავ. ზოგადად პატარა ხარვეზია, მაგრამ მალე გამოვასწორე. ზოგჯერ ძიმე მუსიკის ახადახა ვისვენებ ხოლმე, გამოდის რაღაც ლირიული გადახოვა ხანდახან მომწონს ხოლმე და ვაკეთებ ესეთ ბლუზ ვარიანტებს. დღეს ხასიათი ამინის მიხედვით ცოტა ბლუზურ ვარიანტში გადავიდე და გავაკეთე ეს ვეში.
ზოგჯერ ვაკეთებ კლუბურ მუსიკასაც, ზოგჯერ მინიმალ სტილში და იგი რა ვიპოვე რაღაც საიტი არის sampler გავაკეთე ჩემი TikTok გვერდი TikTok-ზე რაღაც უფრო დიდი მოძრაობაა ვიდრე YouTube-ზე ბევრი ფოლოვერი წამოვიდა TikTok-ზე უცებ რაღაც ერთ დღეში სადღაც 20 ფოლოვერი მოგროვდა უცებ კომენტარები წამოვიდა ერთმა მომწერა რომ შეიძლება შენი მუსიკა ავიღო რომ დავდე წაში გიტარისტი ვარ და ცოტა რაღაც ვეშები გავარჩიო მე კი რა პრობლემაა წაი მეც მომწეს ვინმე ცნობილი გახდეს ჩემი ჰიტები მე ვფიქრობ რომ ამდენმა უნდა გადაღალა ეს საერთოდ სოფლიო და ვფიქრობ რომ მუსიკა დაახლოებს ადამიანებს ერთმანეთში და ნაკლები იქნება შუღლი, ჯგუფი, ტრობა და რავი იმედია მუსიკა გააერთიანებს ადამიანებს, უცნობ ადამიანებს მთელ სოფლიოში. მე მჯერა ამისი ჩემი მოწოდება არის რომ მუსიკა უფრო ადამიანს შეუშვა თავის სულში და მეც ამიტომ ვაკეთებ მუსიკას, მინდა რომ იყოს შვიდობა. რატომ მინდა დაწყება მუშაობა? ამიტომ მინდა რომ შევცვალოს ადამიანს დღევანდელი აზროვნება ცოტა გავახალისო და ისევ ის პერიოდი დავაბრუნო, რაც ადრე იყო. უფრო ხალისიანი პერიოდი როდესაც იყო როდესაც არ იყო ხალხი ერთმანეთის მიერ ტყუილად განწყობილი და ჩემი მუსიკით მინდა გავახალისო ეს მდგომარეობა. გავამრავალფეროვანო და გავაუმჯობესო. ამიტომ მინდა რადიოს დაწყება თავიდან. და დიდი სიამოვნებით დავიწყდი, რომ იყოს ამის შანსი.